დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და საქართველო, აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონა, ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიები. ამ სახელწოდების მონოგრაფია გამოიცა. წიგნის წარდგინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ნაშრომი ეძღვნება დავით გარეჯის ისტორიულ-კულტურული და რელიგიური კომპლექსის და მისი მიმდებარე სასაზღვრო ზონის მეცნიერულ კვლევას გეოგრაფიულ, ისტორიულ, კარტოგრაფიულ და სამართლებრივ ჭრილში. მასში განხილული და გაანალიზებულია საკვლევი ტერიტორიის გეოგრაფიული და ლანდშაფტური თავისებურებები, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დინამიკის კვლევას. ნაშრომს ლაიტმოტივად გასდევს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საქართველოსათვის ტერიტორიული მიკუთვნებულობის მეცნიერული დასაბუთება, რომელიც გამყარებულია ისტორიული, სამართლებრივი და კარტოგრაფიული წყაროების დეტალური ანალიზით. აღნიშნული მონოგრაფია შეიქმნა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა თენგიზ გორდეზიანმა გახსნა. მან ნაშრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მონოგრაფიის ერთ-ერთი რედაქტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძე და წიგნის ავტორები. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, სხვა სასულიერო პირები, პროფესორები, მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს შედგა პრეზენტაცია მონოგრაფიის გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი, ეს არის ნაკრები ყველა იმ საბაზისო მონაცემების, რომელიც ამომწურავად იძლევა პასუხს მეცნიერულ დონეზე მისი ისტორიული რეალობის შესახებ. აქ არის თავმოყრილი როგორც გეოლოგიური, კარტოგრაფიული და ისტორიული მასალები და იმ პირობებში, როდესაც გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარკვეული პოლემიკა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს ესეთი მონოგრაფია, რომელიც ამომწურავად იძლევა პასუხს და რომელიც საშუალება იქნება ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დისკუსიაში გახდეს საბაზისო და სამაგიდო წიგნად, სახელმძღვანელოდ იმისათვის, თუ როგორ უნდა განიხილებოდეს დავით გარეჯის კომპლექსის ისტორიული რეალობა. ამ მონოგრაფიის შედგენაში უდიდესი ღვაწლი გასცეს ქართველმა ძალიან ავტორიტეტულმა და კომპეტენტურმა მეცნიერებმა და ყველას დიდი მადლობა აი ამ გაწეული შრომისათვის. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი მონოგრაფიის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება დავით გარეჯს და იმ სადაო საკითხებს, რომელიც დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის გარშემოა შექმნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მონოგრაფიაში ავტორებმა შეკრიბეს ყველა ის მასალა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და საკმაოდ საინტერესო დასკვნებია გამოტანილი და ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან ბევრ ახალს იხილავს ამ წიგნში. ეს მონოგრაფია შეეხება საქართველოსათვის და თითოეული ქართველისათვის საკრალურ თემას. ეს გახლავთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია 170 კვადრატულ კილომეტრზე და მოიცავს ათეულობით როგორც სასულიერო, ასევე ისტორიულ, არქიტექტურულ და საკულტო ძეგლებს. სულ მონოგრაფია შედგება სამი თავისაგან. პირველი თავი არის ზოგად გეოგრაფიული დახასიათება და კარტოგრაფიული, კარტომეტრიული მიმოხილვა. მეორე თავი ეძღვნება ისტორიულ ნაწილს, სადაც დავით გარეჯი დანახულია როგორც ქართული მართლმადიდებლური კულტურული ძეგლი, ერთიანი კომპლექსი, უნიკალური, უპრეცედენტო მსოფლიოს მასშტაბით. მესამე თავში გამახვილებულია ყურადღება კარტოგრაფიულ ნაწილზე, სადაც განხილულია საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთი აი ამ
170 კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე და აქ დასაბუთებულია, თუმცა აქ დასასაბუთებელი პრინციპში ჩვენ სადავო არაფერი არ გვაქვს აზერბაიჯანულ მხარესთან, მაგრამ რადგანაც 1400 მეტრის სიგრძის პერიმეტრი გახდა სადაო, ამ სიტყვას სინწყლებში მოიხსენიებ სიტყვა სადაოს, მაინც აქ დასაბუთებულია ყველანაირი საბუთებით, ისტორიული დოკუმენტებით, სამართლებრივი დოკუმენტებით და კარტოგრაფიული დოკუმენტებით, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. ეს მონოგრაფია შესრულდა სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომლის დამფინანსებელი ორგანიზაცია არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, წამყვანი ორგანიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ პროექტის შესრულებაში მონაწილეობდა მეცნიერთა ჯგუფი 12 კაციანი შემადგენლობით. ნაშრომს ყავს სამეცნიერო რედაქტორები, რეცენზენტები, ასევე დამხმარე პერსონალი. სამუშაოები იყო როგორც კამერალური, ანუ საოფისე სამუშაოები, ასევე საველე სამუშაოები. საბოლოოდ, ასე ვთქვათ, შედეგად მივიღეთ მონოგრაფია, რომელიც დაიბეჭდა სამწუხაროდ შეზღუდული ტირაჟით 100 ეგზემპლარი და უკვე საკმაოდ საზოგადოების, განსაკუთრებით სამეცნიერო საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია და დღეს ახლა წარმოვადგენთ პრეზენტაციას და შემდეგ რა თქმა უნდა ამ ნაშრომის ელექტრონული ვერსიაც გავრცელდება. ეს წიგნი შედეგი გახლავთ პროექტის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს გარეჯის ყველასთვის ცნობილი პრობლემის კვლევას, შესწავლას, დასაბუთებას. წიგნის გაცნობისას კარგად ჩანს, რომ ის ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ისტორიული წანამძღვრები, ხოლო მეორე ის კარტოგრაფიული მასალები, რომლებიც საფუძვლად ედება მსჯელობას მე-20 საუკუნეში ამ სასაზღვრო პრობლემებთან დაკავშირებით. ასე რომ ეს წიგნი ერთიანად წარმოაჩენს იმ საკითხს, იმ საფიქრალს, რაც ქართულმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ქართულმა კარგად იცის. ასე რომ მასში თავმოყრილია ყველა ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ამ საკითხს ეხება. 13 დეკემბერს რუსთავში ქართული გალობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 დეკემბერს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს, წმინდა პეტრე პირველ კათოლიკოსსა და წმინდა სამუელ პირველ კათოლიკოსს იხსენიებს. ღონისძიებაში რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ტაძრების მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან რუსთავის დრამატულ თეატრში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული გალობის ფესტივალს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა მონაწილეს. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ვახტანგ მეფის ხსენების დღე, საოცარი პიროვნებები არიან თავიანთი ცხოვრებით და თითოეულ ადამიანს გვაძლევენ იმედს, გვაძლევენ გზამკვლევს, მიმართულებას, თუ რაზე უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ცხოვრებაში აქცენტს და დასაყრდენს. ღონისძიება, რომელიც დღეს იმართება, მნიშვნელოვანია იმით, რომ მან შეძლო გაერთიანებინა უამრავი ადამიანი, თუმცა ეს ყველაფერი იწყებოდა ერთეული ადამიანებით, რომელსაც თითქოს არ ჰქონდათ პერსპექტივა, გზის სირთულე იყო ძალიან დიდი, თუმცა მათ გადალახეს ეს ყველაფერი და დღევანდელ დღემდე უკვე აგერ ამდენი გუნდი, ამდენი გალობელი, ამდენი ტაძრის წარმომადგენელი ერთვებიან ამ პროცესში. მე მინდა უწმინდეს მოუხადო დიდი მადლობა, რომელიც ამ ყველაფერს თავიდანვე დიდი მხარდაჭერით დაუდგა გვერდში, თუნდაც გააერთიანა
2-3 ადამიანი, მაგრამ აი ხო ხედავთ დღეს რამხელა ძალა აქვს შემართებას, რამხელა ძალა აქვს ერთობას და სწორი საქმის კეთებას. მადლობა უწმინდეს, მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში თავიდანვე იყვნენ, მიუხედავად გზის სირთულისა, გადალახეს ეს ყველაფერი და მოიტანეს ჩვენამდე. და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენი რუსთავის მერიის წარმომადგენლებს, ქალბატონ მერს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას მსგავს წამოწყებებში და ტექნიკურად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დაარსდა ქართული გალობის ფესტივალი და ამასთან ერთად გვახარებს ის, რომ ეს არის არამხოლოდ რუსთავისთვის სასიხალო ამბავი, არამედ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ რეგიონი ჩაერთო. ძალიან გვიხარია ის, რომ მოახერხეს და დღევანდელ პირველ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ წალკის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი წყაროს გუნდები. იმის გათვალისწინებით, რომ პირველია, მასშტაბურობაც აქვს ამის გამო, 120-ზე მეტი მონაწილეა და დიდი სურვილი გვაქვს და იმედია, რომ ეს ფესტივალი იქნება რეგულარული. ქართული გალობის ფესტივალი ფრიად მნიშვნელოვანია. ახლა უკვე არა მარტო რუსთავის აზრების გუნდები მონაწილეობდნენ, არამედ ქვემო ქართლის მასშტაბით, ესე ვთქვათ, გაიზარდა ეს სივრცე. უფრო მეტი ჩართულობა ჩვენც მარნეულის საკათედრო აზრის გალობელთა გუნდი წარვდგებს მენელთა წინაშე. ჩვენთვის ყოველი ესეთი წამოწყება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მისასალმებელია. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, თითოეულ გალობელს, მონაწილეს, ვინც აი ამ დღევანდელ აღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჩართული იყო აქტიურად. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული საეკლესიო გალობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და დღემდე ჩვენი წინაპრების სწავლობით მან შეურყვნელად მოაღწია. შესაბამისად, ქართული საეკლესიო გალობა გახლავთ პროფესიული მუსიკა, მას საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა მისი დამახასიათებელი კილოური სტრუქტურა, მისთვის დამახასიათებელი ჰარმონიზაცია და პრაქტიკული შესრულების მანერის პრინციპები. შესაბამისად, მას სჭირდება განსაკუთრებული თანადგომა. დღეს რუსთავმა უმასპინძლა გალობის ფესტივალს, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ჩავატარეთ და მე დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი დარჩება როგორც კარგი ტრადიცია ჩვენი ქალაქისთვის. პირველი კონცერტი ჩატარდა 2023 წელს და მონაწილეობდნენ რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდები. და წელს ჩვენ ინიციატივით შევედით ქალბატონ ნინო ლაცაბიძესთან, რომ ეს ფესტივალის სახე მიეცა უკვე ამ ღონისძიებას და ნინო ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაგვთანხმდა და სრული მხარდაჭერა აღვიქვა და წელს უკვე ჩატარდა ფესტივალი, ქართული გალობის ფესტივალი რუსთავში, სადაც მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის რეგიონის მგალობელთა გუნდები. შეგახსენებთ, რომ ქართული გალობის ფესტივალი წელს პირველად გაიმართა. ღონისძიებაში ქვემო ქართლის რეგიონის 18 გუნდი და 120-ზე მეტი მგალობელი მონაწილეობდა. მინდა მადლობა გადაუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენადაც ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის როგორც სამგალობლო გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი სტიმულის მომცემია. რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენ ტაძარში მოღვაწეობთ და ტაძარში ვასრულებთ საგალობელს, ასევე მნიშვნელოვანია ქართული საგალობლების პოპულარიზაცია და ეს ფესტივალი კიდევ ერთი საშუალებაა ამისთვის, რომ ფართო საზოგადოებასაც ვაჩვენოთ ის საგალობლები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და შემოგვინახეს. მადლობა კიდევ ერთხელ ფესტივალის ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, ასევე საპატრიარქოს და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი გალობის გადარჩენისთვის ძალიან დიდი ღვაწლი გაწიეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავაგრძელოთ მათი საქმე, გადავცეთ ეს გალობა ჩვენს თავმოყრობას და დღევანდელი დღეს ერთ-ერთი ამის მაგალითია და იმედია ასეთი დღეები ხშირად იქნება და ჩვენც შევეცდებით მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვა მთელი გუნდის სახელით ორგანიზატორებთან და რა ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში ჩართული, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ორგანიზატორთა განმარტებით ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საღამო მრავალჟამიერით დასრულდა.
ახალი წლის სადღესასწაულო დღეების მოახლოების პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას არ გაანადგურონ ბუნებრივი სიმდიდრე და გამოიყენონ ხელოვნური ნაწვისხე. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარით განისაზღვრება, ხოლო გამეორების შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით ამავდროულად დაანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ ზიანის ოდენობა აჭარბებს 1000 ლარს პირის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე. უკანონო რეალიზაციის წესის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს ემატება გარემოზე მიყენებული ზიანიც. თუ ზიანის ოდენობა აღემატება 3000 ლარს, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე. აქედან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებისთვის გაანადგურებენ ბუნებრივ სიმდიდრეს, ყოველ გამოვლენის სამართალ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები.